მოგესალმებით, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, მე მქვია ვიქტორია, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. აქ და ტრადიციისამებრ მოდით ვნახოთ რა გველოდება ამ ერთი კვირის განმავლობაში, 15 დეკემბრიდან 22 დეკემბრის ჩათვლით, ვნახოთ აბა კვირის ენერგიები. გაშლა გვექნება ორ ვარიანტიანი, ახლავე დავალაგებ ვარიანტებს და ვნახოთ აბა რა ელოდება პირველ ვარიანტს ამ ერთი კვირის განმავლობაში და რა ელოდება მეორე ვარიანტს. ქვებსაც ახლავე დავამატებთ. პირველი ვარიანტი იყოს ასეთი ქვა და მეორე ვარიანტი იყოს ასეთი ქვა. აირჩიეთ თქვენთვის სასურველი, რომელიც მეტად გიზიდავთ. პირადი კონსულტაციის მსურველებს შეგიძლიათ მოვწეროთ პირადში. შეგახსენებთ ასევე, რომ საჯარო გაშლები არის უფასო, ამიტომაც ენერგიების დაბალანსების მიზნით ველოდებით თქვენს უკავშირს კომენტარების, ლაიქების სახით. და ვფიქრობ უკვე გააკეთებდით არჩევანს, ვინც არა ისინი ვაპაუზებთ. და დავიწყოთ პირველი ვარიანტიდან. პირველ ვარიანტს რა ელოდება ამ ერთი კვირის განმავლობაში, როგორი იქნება თქვენთვის 15 დეკემბრიდან 22 დეკემბრის ჩათვლით და ამოვიდა უფროსი არკანი მზე. უფროსი არკანით კვირის დაწყება საკმაოდ კარგი არის, საკმაოდ საინტერესო არის. იმის გათვალისწინებით, რომ 21-ში გვაქვს იოლის დღესასწაული. ეგეთი ზამთრის ზებუნიაობა. კარგით, საკითხს რომ არ გადავუხვიოთ, ამ არკანიდან გამომდინარე, შემიძლია გითხრათ ის, რომ თქვენთვის ეს ერთი კვირა იქნება აღსავსე საკმაოდ დადებითი მოვლენებით. აქ ჩანს რაღაც საკმაოდ პოზიტიური სასიამოვნო კომუნიკაციები, სასიამოვნო საუბრები ახლობლებთან, შესაძლოა უცხოებთან და კლიენტებთანაც, ვისთვისაც ეს აქტუალურია. პლუს არკანი მზე მეტყველებს გარკვეულ მატერიალურ კეთილდღეობაზე. ყველას არ ეხება ინფორმაცია, რომელსაც ახლა გავაჟღერებ, მაგრამ შესაძლოა გაიგოთ იმის შესახებ, რომ ვიღაც თქვენმა ახლობელმა, ნაცნობმა, ნათესავმა, მეგობარმა იმშობიარა, ან რაღაც ასეთი ინფორმაცია მიიღოთ. თუმცა უმეტესობასთან ეს არკანი განვითარდება უფრო მეტად მატერიალურ ასპექტში, სადაც თქვენ გრძნობთ მატერიალურ ფინანსურ სტაბილურობას, მატერიალურ ფინანსურ დაცულობას და პლუს არკანი მზე, როგორც უკვე ზემოთ ვახსენე, ეს არის გარკვეული სიხარულის სასიამოვნო კომუნიკაციების ენერგია. დავამატოთ არკანები და ვნახოთ რა ელოდება პირველ ვარიანტს ამ ერთი კვირის განმავლობაში. ნახოთ აბა რა ელოდება პირველ ვარიანტს. არკანი პენტაკლების სათიანი, არკანი ჩამოკიდებული კაცი, არკანი კვერთხების რვიანი და არკანი თასების სათიანი. მეგობრებო, ძალიან რასაც გვია საკმაოდ სასიამოვნო კვირა გელოდებათ, იმიტომ რომ ძალიან პოზიტიური არკანები ამოვიდა, იშვიათი არის ამდენი საკმაოდ პოზიტიური არკანი ერთად ამოვიდეს. შეხედეთ არკანი მზე, პენტაკლების სათიანი, რომელიც ავტომატურად მეტყველებს რაღაც გარკვეულ ოჯახურ სასიამოვნო კომუნიკაციებზე, მეტყველებს ფინანსურ ბარაქაზე, ოჯახში, ფინანსურ კეთილდღეობაზე, იმიტომ რომ პენტაკლების სათიანი ყოველთვის არის ასეთი ოჯახური არკანი, როდესაც ძალიან მკვეთრად იგრძნობა გარკვეული ოჯახური კავშირები, ოჯახური ჰარმონია. სხვათა შორის, რა თქმა უნდა, ყველასთან მაინც და მაინც ოჯახზე არ რეზონირდება, ზოგი თქვენგანის შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს მეგობრებთან, ძალიან მეგობრული და ოჯახური ატმოსფერო, ხო? იმიტომ რომ ახლო მეგობრები ყოველთვის არიან ის ოჯახის წევრები, რომლებიც ჩვენ თავად ავირჩიეთ ჩვენს რეალობაში. მოკლედ რომ ითქვას, ამ ერთი კვირის განმავლობაში გელოდებათ საკმაოდ სასიამოვნო კომუნიკაციები, მეტი ფინანსური ენერგია განვითარდება. თანაც ნახეთ კვერთხების რვიანი და თასების ათიანი. ძალიან სწრაფი მოვლენების განვითარება გელოდებათ, მაგრამ არა ნეგატიური, არამედ საკმაოდ პოზიტიური თვალსაზრისით. ერთადერთი მე ვიტყოდი ასეთ ინფორმაციას, აქ ამოვიდა არკანი ჩამოკიდებული კაცი, ეს გახლავთ უფროსი არკანი. ფინანსური მატება, როდესაც იქნება თქვენს რეალობაში, გარკვეული თანხა აუცილებლად გაეცით ქველმოქმედებაში. იმიტომ რომ ეს თქვენს ფინანსურ ენერგიას გააძლიერებს და გაამყარებს. რა ქველმოქმედებაში? რაც თქვენ თავად გაგეხარდებათ, რაც თქვენ თავად მოგანიჭებთ სიამოვნებას, ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის, მეგობრებო. შეიძლება ვიღაცისთვის
ძალიან მნიშვნელოვანი იყოს დახმარება, არ ვიცი, უსახლკარო ადამიანებისთვის, მოხუცებისთვის, ავადმყოფებისთვის, ვიღაცისთვის შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს დახმარება ცხოველებისთვის, ხო? ყველასთან ძალიან ინდივიდუალური არის, მაგრამ თავს არ უნდა დააძალოთ არავითარ შემთხვევაში, აი გულით რაც წამოვა, გულით ვისი გვერდში დგომაც ან რისი გვერდში დგომაც გენდომებად, მას უნდა დაუდგეთ აუცილებლად გვერდში. შეხედეთ სანთელი როგორ ამოძრავდა. აუცილებლად. არ ვამბობ იმას, რომ აი მთელი თანხა ქველმოქმედებაში უნდა გასცეთ მეთქი, რა თქმა უნდა არა. ყოველთვის ქველმოქმედებაში უნდა გავცეთ ზუსტად იმ ოდენობის თანხა, რომ ჩვენ თავადაც დაგვრჩეს სიცოცხლისთვის, სხვა გარკვეული რესურსებისთვის, ხო? ამიტომაც თუნდაც შემოსავლის 10% ამ ერთი კვირის განმავლობაში, რასაც თქვენ გაჩუქებთ სამყარო, ფინანსურ ენერგიას, აუცილებლად გადაეცით ქველმოქმედებაში. აუცილებლად. მაგრამ რა თქმა უნდა, მესმის საკმაოდ რთული არის სანდო ადამიანების პოვნა. ამიტომაც ყურადღებით იყავით ამ კუთხითაც, ყურადღებით დაძებნეთ, ვის ეხმარებით, რას ეხმარებით. თუ თქვენ მაგალითად გსურთ ცხოველებს დაეხმაროთ, შეგიძლიათ ელემენტარული უბრალოდ შეიძინოთ საკვები უსახლკარო ცხოველებისთვის, ხო? და აჭამოთ მათ, რაღაც ასეთი გააკეთოთ, მაგრამ თავარია ეს უნდა იყოს წამოსული გულით ქველმოქმედება. შესაძლოა სხვათა შორის აქ ქველმოქმედება იყოს არა ვიღაც დაუცველის მიმართ, არამედ უბრალოდ ქველმოქმედება, იცით როგორი, უბრალოდ რომ დაეხმაროთ რა კონკრეტულ ადამიანს. მაგალითად, იცით კონკრეტული ადამიანის სიტუაცია, იცით რომ მას რაღაც უჭირს, რაღაც გარკვეული პრობლემა აქვს და დაეხმაროთ. ესეც შეგიძლიათ, რა თქმა უნდა. მაგრამ ეს არის ერთ-ერთი თქვენი აუცილებელი მისია ამ ერთი კვირის განმავლობაში. იმიტომ რომ სამყარო აუცილებლად გაჩუქებთ ფინანსურ ენერგიას და ამ ფინანსური ენერგიის დაახლოებით 10%, ну ვინც როგორ შეძლებს, აუცილებლად გაეცით სხვის დახმარებაში, სხვის გვერდში დგომაში, გაეცით თავად სამყაროს. სულ ეს არის პირველი ვარიანტი, უღრმესი მადლობა და გადავიდეთ ახლა ჩვენ მეორე ვარიანტზე. გაახარეთ პირველი ვარიანტი, სხვები ისევე როგორც სამყარო გაგახარებთ. და აქ უკვე ამოვიდა კვერთხების მეფე. მეორე ვარიანტი, თქვენ შემთხვევაში შემიძლია ვთქვა ის, რომ თქვენთვის ამ ერთი კვირის განმავლობაში კონკრეტული კვერთხების მეფე ითამაშებს გარკვეულ როლს. ეს შეიძლება იყოს მოულოდნელი ინიციატორი მამაკაცი თქვენს რეალობაში. ნახოთ აბა, დაინახეთ როგორ გაისროლა თავისით არკანები. ძალიან ძლავრი ენერგია აქვს კვერთხების მეფეს და ვიღაც აშკარად მოიჩქარის რაღაც გარკვეული ინიციატივებით, ნაბიჯებით თქვენკენ. ნახოთ აბა, რა ელოდება მეორე ვარიანტს 15-დან 22 დეკემბრის ჩათვლით. თასების დედოფალი, პენტაკლების 10-იანი ისევ და კვერთხების 8-იანი. მეგობრებო, რა სასწაული გაშლა გვაქვს. შეხედეთ, აქ კონკრეტული ადამიანი მოვიდა თქვენს რეალობაში, კონკრეტული კვერთხების მეფე და თქვენ თავად ამოხვედით როგორც თასების დედოფალი. თქვენ ხართ ეს თასების დედოფალი ერთ წამს, მინდა რომ დავადასტურო. თქვენ ხართ თუ სხვა ვიღაც. ყველასთან ინდივიდუალურად რეზონირდება, იმიტომ რომ ზოგის შემთხვევაში თასების დედოფალი თქვენ ხართ, ზოგის შემთხვევაში სხვა ქალბატონი არის ეს. და ნახეთ, პირველ რიგში ვისთანაც აქ არის რაღაცა სიყვარულო სამკუთხედის სიტუაციები, რომ აი მაგალითად ცოლიანი მამაკაცია ან რაღაც ასეთი სიტუაცია. პირდაპირ გეტყვით, რომ ეს არანაირად არ არის კარგი და ამ დროს მხოლოდ და მხოლოდ მამაკაცი ღებულობს ძალიან ბევრ ენერგიას, ძალიან ბევრ სარგებელს ქალებისგან. ეს არის პარაზიტიზმი, ეს არის ყოველთვის დაკავშირებული ტყუილებთან, ძალიან იშვიათი გამონაკლისების გარდა. და თუ რაღაც ასეთ სიტუაციებს ვეხებით, ვფიქრობ აქ თქვენ მოგიწერთ რომ გარკვეული არჩევნის წინაშე დადგეთ. დიახ, თქვენ მოგიწერთ არჩევნის წინაშე დადგომა, ხოლო ვისთანაც აქ სასიყვარულო სამკუთხედებზე არ გვაქვს საუბარი. ნახეთ, კონკრეტული კვერთხების მეფე არის თქვენს რეალობაში. თუ თქვენ ხართ მამაკაცი, ეს შეიძლება იყოს რა თქმა უნდა თქვენთვის ვიღაც ასე თუ ისე ავტორიტეტი სხვა მამაკაცი, მაგალითად
არ ვიცი, მეგობარი, მამა, შეიძლება უფროსიც კი იყოს სამსახურში. ქალბატონებო, თქვენთვისაც შეიძლება იყოს ეს ვიღაც ასეთი პიროვნება, თუმცა ქალბატონების უმეტესობასთან რეზონირდება როგორც კონკრეტული პიროვნება თქვენთან განწყობილი საკმაოდ მძლავრი სექსუალური ენერგიით და ეს ადამიანი იქნება ძალიან ენერგიული ამ ერთი კვირის განმავლობაში, ეცდება რომ რაღაცნაირად გამოაღვიძოს თქვენში ძალიან ბევრი ემოციები, გამოაღვიძოს თქვენში ვნება, გამოაღვიძოს თქვენში მიჯაჭვულობა, მაქსიმალურად ეცდება რომ სადღაც აქ მანიპულაციების ჩანს პირდაპირ ვიტყვი, ჩანს ასევე ძალიან მძლავრი ინიციატივები კონკრეტულად ამ ადამიანისგან. დავამატოთ არკანები. ვნახოთ რა გელოდებათ ამ ერთი კვირის განმავლობაში. რა ხდება მამაკაცთან დაკავშირებით? კვერთხების 4-იანი, ხმლების მეფე და პენტაკლების დედოფალი. შეხედეთ მეორე ვარიანტი, ვისთანაც აქ მოდის ეს მამაკაცი რაღაც გარკვეული ინიციატივებით, როგორც უკვე გითხარით, უფრო საკუთარი ეგოს დაკმაყოფილებისთვის მოდის და უფრო მეტად იმისათვის რომ მოდის, რომ თქვენგან მიიღოს სექსუალური ენერგია, თქვენგან მიიღოს ქებადიდება, თქვენგან მიიღოს ბევრი ყურადღება, მათ შორის რა თქმა უნდა უმძლავრესი სექსუალური ენერგიები, იმიტომ რომ აქ პენტაკლების დედოფალიც ამოვიდა. თუ ჩვენ აქ არ ვეხებით ისევ და ისევ გამიმეორებ სასიყვარულო სამკუთხედებს, აქ მე თქვენ გირჩევდით იმას, რომ ამ ადამიანთან შეინარჩუნოთ გარკვეული დისტანცია, უფრო მყარად დაიცვათ თქვენი პირადი სივრცე, უფრო მკვეთრად დაიცვათ, უფრო მკაცრი იყოთ თქვენს პირად საზღვრებში და არ მოუშვათ ეს ადამიანი ზედმეტად ახლოს. ხოლო ვისთანაც ეს ადამიანი არ მოდის არც რომანტიული, არც სქესობრივი თვალსაზრისით, ამ შემთხვევაში ვიტყოდი იმას, რომ ადამიანი მაინც არც ისე კარგი როლით და არც ისე კარგი ენერგიებით მოდის თქვენკენ, ამიტომაც თქვენს გეხებათ ის, რომ პირადი სივრცე მაქსიმალურად უნდა დაიცვათ. შეხედეთ, ხმლების მეფე არ აქვს მნიშვნელობა თქვენს სქესს, ამ შემთხვევაში თქვენ ხართ. და ეს ხარ თქვენ, რომელიც იცავს თავის პირად საზღვრებს და მიუხედავად იმისა, რომ სადღაც შეიძლება წინდღეს, სადღაც შეიძლება სტკიოდეს გული, მაინც მკვეთრად დგას თავის პირად საზღვრებში და არ უშვებს ზედმეტად ახლოს იმას, ვინც ამას არ იმსახურებს. ხვდებით ხომ? ფინანსებთან დაკავშირებით მეორე ვარიანტი, დავამატებდი იმას, რომ ფინანსური ენერგიის მეტი სტაბილურობა მოდის თქვენს რეალობაში ამ ერთი კვირის განმავლობაში, თუმცა ეს ინფორმაცია ყველას არ ეხება და ძირითადი ენერგიები რაც დატრიალებს, ეს არის თქვენი პირადი სივრცის უფრო მკვეთრი დაცვა, გარკვეული გადაწყვეტილების მიღება კონკრეტულ ადამიანთან დაკავშირებით, სადაც მეტი სიმკაცრე, მეტი რაციონალურობა მოგიწევთ. და სულ ეს არის ჩემო ძვირფასო მეგობრებო, მეც აქ ვეღარაფერს ვეღარ დავამატებ. ამაზე დაგემშვიდობებით, ბედნიერი, წარმატებული, ნაყოფიერი კვირა და ნახვამდის.